მივიდა. ასე ეგონა 40 მივიდა და დაგვავიწყდებოდა შვილები. მივიდა კაცი. ხმაური ყარათუბანში დილის 7 საათიდან დაიწყო სოფელში მოყოლული 3 ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ნათესავები მკვლელობაში ბრალდებული სახლთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გაიგეს, რომ ყარათუბანში დავით კუბლაშვილის მამა დაბრუნდა. გარდაცვლილი ახალგაზრდების ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფელში არასოდეს შეუშვებენ. მათივე თქმით, მკვლელობის შემდეგ ამ მოთხოვნით ադიგენის რაიონულ განყოფილებას არაერთხელ მიმართეს. ჯერ უარობდა, არაფრით სადმე წასასვლელი არ მაქვსო. მუხლმოდრეკილი დავიჩოქე მის წინაშე, ისე დავიმცირე თავი მკვლელის მამის წინაშე. გეხვეწები ნათესაობით, დობით, ყველაფრით მეუთხარი დატოვე სოფელი და წადი. ნუ შემოვა ჩვენ სოფელში, ნუ იქნება არც მწყობა მინდა მისი, არც სახლის დაცვა, არაფერი. თხოვლობთ ამას გევიდეს აქედან. მეტი არა, დილას გევიგე, მევედი რომ სოფელი ფეხსი ამდგარი, მეც გამევედი, ერთი ჩემი ძმის შვილია. საწლად გაზრდილი ბავში, ობლად რო ნახოთ მისი სახლი ჭილის დაიწყეთ, ისე გეიზარდა. დანარჩენი ბიჭები საცოდავად, ბავშვები, ახალგაზრდები და შეიქნა ეს ამბავი აგერ. გამევედი დილას, მე ვითხოვთ გავასახლოთ აქედან. სოფელ ყარათუბანში კუბლაშვილების სახლთან სამართალდამცველები დილიდან იყვნენ მობილიზებულნი, მათ გარდაცვლის ოჯახის წევრებს სახლში შესვლის საშუალება არ მისცეს. პოლიციელებმა ტიხო კუბლაშვილთან არ შეუშვეს არც ჟურნალისტები. მკვლელობაში ბრალდებულის მამა თავდაპირველად სოფლის დატოვებას არ აპირებდა, თუმცა მოგვიანებით იგი სამართალდამცველებმა სახლიდან გაიყვანეს. გარდაცვლის ოჯახის წევრები სამართალდამცავ ორგანოებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შემთხვევის დროს გადარჩენილ ბექას ირბილაძეს ჩვენებას არ ითვალისწინებენ, რადგან მათივე განმარტებით იგი მოკლულის ძმა. გარდაცვლილების ოჯახის წევრები საქმის ობიექტურ გამოძიებისათვის დახმარებას მთავრობისაგან ითხოვენ. ასე იძახიან მოწმე, ესაო ძმა არისო და მის ჩვენებას არ აქვს აზრიო და დიდი ძალაო. რატო არ აქვს ერთადერთი გადარჩენილი მოწმეა? მირზა კუბლაშვილი, ჩემი შვილი ადებს პირდაპირ ხელს, რომ იქ იმყოფებოდა, პატრონტაჟი ეკავა ხელში და ბიჭებს აი თავზე დაგჩხავდა, ახლა ადექით თუ აშკაცები ხართ და მეჩხუბეთო. წალაპარაკება რომ მოუვიდათ. გიორგი გაქცეული გიორგია გარბის მამა მოკალიო. ჩემი შვილი ამბობს ცოცხალი მოწმე და დღეს მირზა კუბლაშვილი დაკავებული არ არის გარეთ დაიარება, რომ მტკიცება არ გვაქვს რათი დავიჭიროთო. აი მეტი მტკიცება რა უნდათ, მაგრამ ბექასო ვითომ ძალა არა აქვს ბექას ჩვენებას. რატო არ აქვს ძალა? მე დილას მე გავიდი. ნუ წავიდეს სოფლიდან მეთქე. მე მოვიტყვი დილას მე გავიდი და მომაჩ წასვლა მოვიტხოვით სოფლიდან. მე მოვიდა ხალხი. სოფელმა მოსული. გუშინ დავკითხეს. რაც იყო, რაც ქონდა ჩვენ მომიცემული, ისე იმ თემაზე დავკითხეს, მეტი არაფერი. პოლიცია საერთოდ უმოქმედოა. უმოქმედოა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, წუხელი ჩვენ ყველა საქმის ყურში ჩავაყენით. ეს რომ არ მომხდარიყო, უნდა გამოსულიყო, გამგებელი გამოვიდა და საწაბზნანა არ ვიცით რა პასუხის გარეშე წავიდა. გუბერნატორი საერთოდ არ არის არ რეაგირებს ამ ყველაფერზე. ჩვენ დეპუტატები ჩავაყენეთ საქმის ყურში და არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება. აუცილებელია მაინდამაინც ვიღაცა უნდა მოკლას, რომ წავიდეს აქედან თუ რა უნდა მოხდეს, არ ვიცი. ყარათუბანში საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის ბაჩო სირბილაძის მამა ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო. აღნიშნულმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია, რაც პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ադიგენის რაიონულ საავადმყოფოში პაციენტის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა მედიასთან თავად მამუკა სირბილაძე მისაუბრა. მკვლელები გარეთ დაეთრევენ და სახლში მოსვლა უნდათ, კიდევ უნამოსა ხალხს. დამღუპა, მომაგდო, ერთი მომიკლა, მეორე დამენვალე ის მირზა არა დაჯილი მაგ იყო, დამკვეთიც და შემსრულებელიც მაგ იყო. რა ვიცი, ვითხოვე სამართალს. ზე რატო ამდენი ხანი დაუჯელი ის გარეთ დადი ჩემი ბიჭები შულები მიწაში
მეცხრე არხისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 20 ოქტომბერს ჩანიშნული დავით კუბლაშვილის პროცესი ერთი თვით 20 ნოემბრამდე გადაიდო. კუბლაშვილის ადვოკატის განმარტებით პროცესის გადადება პროკურორის სასამართლოსთან შუამდგომლობით მოხდა. შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში 28 აგვისტოს ღამეს ბრალდებულის შვილთან შელაპარაკება ტრაგედიით დასრულდა. სამი ახალგაზრდა ვაჟან არიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე დავით კუბლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ხოლო ერთი მათგანი ბექა სირბილაძე ფეხისა და გულმკერდის არეში დაჭრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი და რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი ოჯახი კი იმავე ღამეს სოფლიდან გაიყვანეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს.